რა არის იცი ჩემო მეგობრებო, რომ არავინ არ იძახის, რომ ideალური ურთიერთობა გვაქვს და გასაკეთებელი აღარაფერი აღარა. პირიქით გასაგებია ყველასათვის, როგორც სომხებისთვის, ასევე ქართველებისთვის, რომ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, დიდი შრომა გველის წინ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისეთი მაღალ ნიშნულზე, როგორც დღეს არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა, როგორც დღეს არის ასეთ მაღალ ნიშნულზე, რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დღემდე არ ყოფილა. ამის ფონზე მსგავსი პროვოკაციული დამოკიდებულება, კომენტარები, სტატუსები, პოსტები, რა თქმა უნდა, მიუღებელია და ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და მოცემულ შემთხვევაში გამრან რაზმოვარი არის ჩვეულებრივი რიგითი პროვოკატორი, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ამ ადამიანს გააჩნია იმის პოტენციალი და შეუძლია რომ დადებითი როლი ითამაშოს რეალურად და თავისი წვლილი შეიტანოს, ასე ვთქვათ, სომხების და აზერბაიჯანელების შერიგების საქმეში. მიუხედავად ამისა, ის აქეთ ცდილობს სომხები და ქართველები დააპირისპიროს და რაც პროვოკაციულ ვიდეოებს იღებს, რაც ნებისმიერი ნორმალური ადამიანისათვის გასაგები არის, რომ არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და არანაირ შინაარსობრივი აზრის მატარებელი ვერ იქნება.